ხუთე კვირას ქრისტე მეუფის კაცთმოყვარებისა და ქმნილებათა გამოუთქმელი მშვენიერებისაკენ გონების სათნოდ წარმართვის შესახებ. ძმანო და მამანო, მსმენელი ცოტანი არიან, რადგან ზოგიერთი ძმა წავიდა, მაგრამ მსმენელი მხოლოდ ერთიც რომ იყოს, სიზარმაცე არ შეიძლება. უფლის სიტყვის ამებრ. იხილეთ ნუ უკვე შეურაცხოთ ერთი მცირე თამათგანი, რამე თუ ანგელოზნი მათნი, მარადვის ხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათასა, რამე თუ მოვიდა ძეკაცისა ცხოვრებად და მოძიებად წარწმენდულისა. ჰოიმის გამოუთქმელ კაცთმოყვარებას, რადგან მეუფე განდგომილი მონის გარეგნობით მოვიდა. მონის, რათა მონობისგან განგვათავისუფლოს. ჭეშმარიტი ნათელი დაკარგული დრაქმის მოსაძებნად მოვიდა, რათა მას ცოდვის სიბნელიდან მოუწოდოს. ასე რომ ჩვენთვის უღირსთა და უვარგისთათვის ამ სიკეთის მოქმედთან მსგავსება, თითოეული თქვენგანისათვის გარჯა და სწავლა და საკუთარი სულის დადება ნუთუ შეუფერებელია. ჭეშმარიტად შესაფერია და ნეტავ ფრთოსანი როგორ გავხდე რომ აფრინდე და თითოეულ კრებულზე შევისვენო, რათა ისინიც ვნახო და შესაფერისი ვასწავლო. სასურველო ძმებო და შვილებო, თქვენთვის უწყება მსურს, რათა ჩვენი გული და გონება საღვთო საქმეთათვის მუდამ მღვიძარე იყოს. ფრთხილი მტკიცე და მამაცი მოღვაწეობის შრომათათვის და არა აქა-იქ გზააბნეული, როგორც ტყვე. როგორც ზღვას წყალი არ მოაკლდება და სუნთქვას ჰაერი, მსგავსადვე და უფრო მეტადაც საჭიროა, რათა კეთილი გონება და ღვთის საოცრებათა მიუწვდომელი უფსკრული შჭვრეტა არც ჩვენ მოგვაკლდეს, რადგან იტრიალებს რა გონება ამის გარშემო, ამ ქვეყნის ამაოებისათვის და ბოროტი გულისიტყვების შესათხზავად ვეღარ მოიცლის, რადგან ბუნებრივად აქვს რა უწყვეტი მოძრაობა, დაუკება არ შეუძლიათ და საითაც მიმართავთ ნებსით წარემართება, გინდა მარჯვნივ, გინდა თუ მარცხნივ. ხოლო მივმართავთ რა მარჯვენა მხარეს, დავითთან ერთად თქმა შეეძლება. უფალო ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი. ხოლო მარცხნივ რა გადაიხრება, შემდეგი ნათქვამი შეეფერება. გარე მიიქციე პირის შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი. რადგან ღმერთის პირის სახისაგან შებრუნება არის ამაო გულის სიტყვების ფიქრი, შეძრწუნება კი სულის წარწმენდი ბოროტებისათვის დროის პოვნაა. ამიტომ ვეცადოთ, რათა მთლიანად კეთილ ძრახვებს განჭვრეტდეს გონება და მარჯვენა მხარეს იყოს მიმართული. რა არის საღვთო ხილვები? ესენია ანგელოზთა ძალები, ზეციური კრებული, მოციქულთა გამოუთქმელი და მიუწვდომელი მშვენიერება, წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და ყველა მართალთა ბრწყინვალე და ელვარე საჭრდილობლები. თავად ეს ცის სივრცე, მზის მცხუნვარება, მთვარის ნათელი, ვარსკვლავთა მწყობრი და სხვა, რაც კი არის ხილული ცის ქვეშ. მაგრამ არა იმისთვის, რომ გონება მათში დარჩეს, არამედ რათა მათი მეშვეობით ყველა ქმნილების შემოქმედი ღმერთი განჭვრიტოს, სიკეთე გაუხრწნილად და მშვენიერება შეორყვნილად დაიცვას. რადგანაც ნამდვილად შეგვამკე ჩვენ, ყოვლადძლიერო ღმერთო, თავიდან სამოთხეში შენი ხატებისა და მსგავსების პატივით და შემდეგ როცა ურწმუნოების მიერ საკუთარი თავი დავაბნელეთ და ავამღვრიეთ, მეორედ შობის მადლითა და სულიწმინდის განახლებით კვლავაც განგვამშვენიერე, რომელიც ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ უხვად მოფინე ჩვენზე და შემდეგაც უვარგისნი გავხდით, რაც ცოდვით, მონაზნობის აღთქმითა და წმინდა ცხოვრებით მესამედ შეგვამკე. ყველა ცოდვა მოგვიტევე და ნათლისღების თანაბრად ახოცენ ხელწერილნი უსჯულოებათა ჩვენთანი, ამ ჯვარშემოსილი ცხოვრებითა და ერიდან გაქცევით. ხელწერილნი უსჯულოებათა ჩვენთანი, ამ ჯვარშემოსილი ცხოვრებითა და ერიდან გაქცევით. ამ ერიდან სული თავის სიკეთეზე იდგეს, რათა ამ ხმის მოსმენის ღირსი გახდეს. ყოვლით ურ ჩვენიერ ხარ მოყვასო ჩემო და ბიძი არა არს შენთანა. ხოლო თუ კი რაიმე ნაკლი შეეხება, ვინაიდან ცხოვრობთ და ვერავინ იკადრებს თქმას, რომ წმინდა გული აქვს, ან წმინდა არის დანაშაულისგან, ცრემლის საშუალებით გავხდეთ წმინდები, როგორც ამბობს, განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკდე და ასევე განიბანენით, განიწმინდენით და მოისპეთ უკეთურება ისულთაგან თქვენდა. ნეტარია, ვინც თავს ყოველდღიურად ამგვარად განიწმინდავს, რათა წუთისოფლის ყოველგვარი სიყვარულისგან თავისუფალი იყოს და სასიყვარულოდ, სანატრელად და სატრფიალოდ მხოლოდ ღმერთი ყავდეს მოპოვებული, რათა ყოველდღიურად სიკვდილს მოელოდეს და თავისი უფლის მოსვლა სურდეს, რადგან აუცილებელია მოახლოვება და ჩვენც ჩვენი ბუნებისთვის მართებული სანაცვლო მოგვეთხოვება. ოღონდ მხოლოდ სიწმინდით, ოდენ სიმართლით, რათა ჩვენი ნაწილები ძვირფასნი და სასურველნი იყვნენ მნახველთა და მგალობელთა წინაშე, როგორც რჩეული ჭურჭლები, ხოლო ჩვენი წმინდა სული ანგელოზებისგან მარადიულ სიცოცხლეში წაიყვანება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომელთან ერთად მამას ჩვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა სულით წმინდით ვართ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.